აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია დღეს დახვალ სტრასბურგში საფრანგეთში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა 22-ვე კონგრესს დაესწრება. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში 47 ქვეყანა მონაწილეობს. ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიული პროცესები, ევროპული ქალაქებისა და რეგიონების პასუხისმგებლობა, უმცირესობათა უფლებები, ანტისემიტიზმი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნულ საკითხებზე შედგება ერთობლივი დიალოგი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები. კონგრესის პარალელურად ევროპის საბჭოს ფოიეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი სპეციალური სტენდია წარმოდგენილი. აჭარის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას განხილვებში, მოსმენებში, პარალელურად ჩვენი ნაწილიდან მოყოლებული შეთანხმებული ვართ და უნდა წარმოადგინოთ შუალედებში ხვალ ჩვენი რეგიონის პოტენციალი, როგორც საინვესტიციო, ასევე ტურიზმის მიმართულება უნდა წამოვწიოთ. სტრასბურგში ტარდება პლენარული სხდომა ამ კონგრესის, სადაც მთელი ევროპა არის წარმოდგენილი, ვინც კი წარმოადგენს ეს ვინც კი შედის ევროპის კავშირში. და რაც ეხება აჭარას, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, ხვალ ჩვენ გვაქვს პრეზენტაცია, ეს ასე თქვა დაუწერელი წესია ევროკონგრესის, ერთხელ მაინც უნდა წარსდგე როგორც რეგიონი, წარმოადგინო თვალსაჩინო ასე თქვა მასალა შენს რეგიონზე.